მოგესალმებით. შალვა, მოგესალმები, ნინი, მოგესალმები. ჩვენ ახლა ინფორმაცია მივაწოდოთ საქართველოს მოსახლეობას. მესმის, რომ ძალიან ბევრი ადამიანებია განაწყენდნენ ამ კანონთან, ამ ახალი კანონი არის შემოღებული, რომელიც 6 წლის ქვევით ახალ ავტომობილს ვერ შემოიყვანს. ესე არ არის. 6 წლის ქვევით ახალ ავტომობილს შემოიყვან, მაგრამ არის გადასახდელი 20 ბილიო ბაბუაშენმა რო იცოდა, ხო იცი და არ ღირს შემოყვანაო. მოდი, ჩვენ ამ საქმეში არაფერ შუაში არ ვარ. ჩვენ პირველი დღიდან დღემდე ვაკეთებდით სუფთა ბიზნესს. ახლა მოსახლეობა განაწყენებულია, მაგრამ მინდა უთხრა საქართველოს მოსახლეობას. 10 წლიანი გარანტიით 26 წლის მოდელებს ჩვენ ისეთ ავტომობილს შევიყვანთ 7, 10, 20, 40,000 დოლარად, რომ მთელი საქართველოს მოსახლეობა კმაყოფილი იქნება. ჩვენ ახლა ვართ ჩინეთში ყველაზე დიდ ქვეყანაში ავტოწარმოებელი, დღეს უკვე ნომერ 1 მთელ მსოფლიოში გახდა ჩინეთი. უყურე, მოსახლეობა მინდა ზუსტად იცოდეს. ის ადამიანები, რომლებსაც კვერცხი არ უყიდიათ და კაცამი არასდროს არ გაუყიდიათ, ისინი მანქანაზე საუბრობენ, ავტომობილზე საუბრობენ, რომელიც არ შეიძლება და ადამიანები შეცდომაში შეყავთ. ეს რაღაცა საქართველოში დამკვიდრდა, ვისაც გინდა აგინებ, ვისაც გინდა აქებ, ესე არ შეიძლება. ჩვენ გეუბნებით, რომ 80% ყველა ბრენდი, ლექსუსიდან დაწყებული, ტოიოტათი, მერსედესი, ბემვეთი დამთავრებული უკვე იწყობა ჩინეთში და ხარისხი ყოველდღე უმჯობესდება და 100-ჯერ უკეთესია ჩინეთში აწყობილი ავტომობილები. რატომ აქ 10 წლიანი გარანტია? იმიტომ აქ რომ მანქანა არ ფუშდება, ხო? უყურე, საქართველოს მოსახლეობას უთხრათ სწორად რომ გასაგები იყოს. ჩინური მანქანა არის დღეს მთელ მსოფლიოში ყიდება და უნდა იცოდეს ხალხი და უნდა შეეგუოს, რომ ბაზარს ეს 5 წელიწადში მთელ მსოფლიოში დაიპყრობს. რატომ? ახლა ხალხისთვის, ადამიანებისთვის გასაგები რომ იყოს ნინი. მაგალითი ვთქვათ, მაგალითი. აი უყურე, კურტკა არცია შალვას, ხო? ნაჭერს თურქეთში ყიდულობ, ძაბს ჩინეთში ყიდულობ, მანქანას უზბეკეთში ყიდულობ, ყველაფერს სხვადასხვა ქვეყნებში ყიდულობ. მოდიხარ მერე და ეს გინდა დააწერე და საქართველოში ამასაც ვერ აწყე. აქედან გამომდინარე ყველაფერი სადღაც გაქვს საყიდელი, მოსაძიებელი, მოსატანი და შენ ქვეყანაში უნდა გააკეთო, ხო? ამ დროს ეს ძვირი გიждდება, იმიტომ რომ შენ ქვეყანაში ძაფი იცი შენ, ხო? ძაფია, ხო ქართულად? ძაფი ხო არის? ძაფსაც ვერ ვაკეთებ ჩვენ საქართველოში. სამწუხაროდ. ხო, სამწუხაროდ. ამიტომ ყველაფერი შემოგვაქვს, ხო? და მერე ჯდება 20 ბილიო რო იცოდა ბებიაშენო, ხო იცი? ძალიან ძვირი ჯდება. ახლა აქ რა არის ჩინეთში? ჩინეთში აი ელექტრომობილს რატო ვერ აკეთებს ევროპა? მერსედესი გამოუშვა 450 კილომეტრს მეც ვერ გადის. გელენვაგენი გამოუშვა 450 კილომეტრს მეც ვერ გადის. რატომ? იმიტომ რომ ის ბატარეია, რომელიც ამ მანქანაში იდგმება, ხო, ეს აქვს მარტო ჩინეთს. ეს მასალა მარტო რითაც ეს კეთდება, იწარმოება ჩინეთში, ხო? ამიტომ უყურე, აი ეს მანქანა, აი პიკაპი ავიღოთ. აი ყველაფერი 100% თვითონ აკეთებს. საბურავი, აკუმულატორი, დისკები, ხუნდები, ყველაფერი თვითონ აწარმოებს და ჯდება იაფი. რომ თავისი აქვს რა, თავის რესურსს იყენებს. ამის შემდეგ ზუსტად მინდა გაიგო საქართველოს მოსახლეობა. ეს არის ქვეყანა არის, გაიგეთ, ქვეყანა, სადაც სახელმწიფო ბიზნეს კი არ ებრძვის და არცემს და ციხეში კი არ უშვებს. ბიზნესმენს ეუბნება, მოდი, დაგბან, დაგვარცხნი, თმებს გაგიკეთებ, ფულს მოგცემ და იმუშავე. გადასახად შეგიმცირე და 2%-ად აძლევ წლიურ ფულს. უყურე, შალვა. მანქანა ჯდება 20,000, ავტომობილი რა, ჯდება 20,000. 10,000 სახელმწიფო უხდის. ქარხანას, ოღონდ გააკეთე, ოღონდ იმუშავე.
რესურსები დახარჯე თიდან წამოიღე ის ნედლეული გააკეთე და ამუშავე მთელი მილიარდიანი ქვეყანა ხო? და ამიტომ არის იაფი მანქანა. თორე რეალურად მანქანა ჯდება 20 და მიმაძლევენ 10-ად. ამისთვის ჩვენ ჩინეთის სახელმწიფოს მადლობა უნდა უთხრათ, ხო? შალვა, ბიბლია არ არის, თორე ხელს დავდებდი, რომ ეს მე საქართველოში მექნებოდა დაახლოებით 10 წლის უკან. მაგრამ საქართველოში ვართ როგორ, ხო იცი? შალვას თუ კარგად აცვია, ორი კაბიკი ფული იშოვა, მილიონერის გოგო ცოლად მოიყვანა, უცებ გაბლატავდა, აგერ უკვე მტრები ყავს ქვეყანა. შენი ოჯახის წევრებია მტრები, შენი ოჯახი, შენი სახელმწიფოა. უყურე როგორ არის, ბიზნესმენი უნდა იყო. ნებისმიერი ადამიანი ბიზნესმენია. ბიზნესი თუ არის, ვერც პოლიციის უფროსი ვერ იქნები და ვერც უშიშროების უფროსი. ბიზნესი, როცა იცი, ყველაფერი არის ბიზნესი, გართულა. იქაც, აქაც, დალაგება. სწორი მენეჯმენტი. ყველაფერი არის მენეჯერი, ხო? მითხარი, რომელი არ არის მენეჯერი. სწორი მიმართულებით ქვეყანას ვინ წაიყვანს, ისა მენეჯერი. თავის სამსახურში სწორი მიმართულებით რო წაიყვანს, ის არის მენეჯერი. ახლა ჩვენ ვეხტადის ვთხოვოთ, ჩვენ ვართ აქ და მოსახლეობას მინდა უთხრა. შედით ინტერნეტში. დაგუგლეთ ნებისმიერი ავტომობილი. შალვა თავის გუნდთან ერთად აქ იქნება. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ 10 კაციანი გუნდი და გვაქვს დღეს ჩინეთში აი პირველები ვართ რა აი ამ დარგში რა ჩინეთშიც მაგარი ვართ ხო? კი ბატონო. მეგრულ ჯიგრულ პონჩი შალვა მე ყველაფერს ვაკეთებ როგორც საჭიროა ისე ხო? აი ასეთი სიყვარული შეიძლება გქონდეთ ჩინელებს ჩემი? თქვენ ხო ხედავთ რომ როგორ უყვარვარ ჩინელებს. აი მე როგორ დავდივარ ხო? ერთი გასტუგი გაკეთებული ვნახე. მე ესეთი ტიპი ვარ და ესეთი მევასები ამ ჩინელებსაც ხო? ფული მაქვს არა აქვს მნიშვნელობა. არა მაქვს, მაინც არა აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ყველაფერში მეხმარებია. ჩვენ გვინდა რომ საქართველოს მე მინდა გელა ბარკალაიას ნინის უნდა, შალვას უნდა, ახალგაზრდა თაობას უნდა რომ დასაქმდეს. საქმე აკეთოს, განათლება მიიღოს და ჩვენი ქვეყანა ცოტა წინ წავწიოთ, ხო? მე ერთი გელა ბარკალაია ნინი შემიძლია საქართველოში 10-15,000 ადამიანი დავასაქმო. კანონს არ დავარღვევ, მაგრამ ჯო ყოველ წუთს შეიძლება ცუდი ხარ. მამა შეეჯავრები, ყოველ დღე ვიღაცამ უთხრა ცუდი შვილი ყავსო, ხო? და დაიღლება კაცი, ხო? მე ფული თუ მინდა, აგერ ჩინეთში იცი შენ. ეს არის პიკაპი. აჩვენე მეხტად პიკაპი. ჰიბრიდი ბენზინი ერთად არის. 3 ლიტრას წვავს. აგერ მოვიტან ლეჟანკას, იცი შენ ბებიაშენმა იცოდა ლეჟანკა, ხო? იცოდა, ხო? აი უყურე, აგერ წამოვწვევი, შეხედე მეხტად აჩვენე ეს მთელი მანქანები. აი უყურე, მარტო ეს საწყობი, ეს არის ჩვენი მეოთხე საწყობი. და აქ წამოვწვევი, ნოკიას ვიყიდი 30 ლარიანს, ასე ჯიბეში ჩავიდებ და 50 მანქანას აქვე გავყიდი. და დღეში ვიშოვი 1,15,000 დოლარს. მაგრამ კიდევ ერჯერ მინდა უთხრა საქართველოს მოსახლეობას. ყველა არ არის გათახსენებული. ყველა არ არის ცუდი ადამიანი, ყველა არ არის ფულზე გაყიდული, ხო? მე მინდა რომ რაღაცა გავაკეთო. აი, შენ ჩაგაცვი თუ არა მათემატორს? ნინი ჩავაცვი თუ არა? 10 კაცი ვარ თუ არა დღეს აქ ქართველები? ვართან მაგრათან. და შენ წარმოიდგინე ახლა რატომ არ უნდა იყოს საქართველოში ნება ამის კეთების? დავიღალეთ უკვე დიდი და პატარა, ხო? საქართველოს მოსახლეობას მივმართავ. ჩვენ 3 დღეში გავაკეთებთ განცხადებას, ჩვენ ტელეფონებს გამოვფენთ და ნუ დაუჯერებთ ქუჩა რო დადიან მაწანწალებს და ხალხს რო ატყუებენ რომ თუ გინდა ჩინეთში ორი სიტყვა ჩინური ისწავლეს და ფული მომეცი და მანქანას ჩამოგიყვან და რო არ ჩამოუყვან და მე არის ჩინურ მანქანას აბრალებენ ყველაფერს და ნუ მისცემ ერთი თეთრი არ ინდობა დღეს კაცზე კაცო. რისი გარანტია აქვს შალვა საქართველოში ერთი გარშოკი არა აქვს, გარშოკი. და 100,000 დოლარიან მანქანაზე ფული გამომიგზავნე და გამოგიგზავნიო და რო არ გაგიგზავნო რა? ეძებენ მე ჩინეთში ქართველები.
ნინი თქვენ ხართ ახალგაზრდები ხო მე ეს საქმე ვიცი მე რა მინდა თქვენთან მე მინდა რომ თქვენ და ჩვენმა გუნდმა 10 კაცი იმუშავებს აქ ახლა ქართველები ხო 20 ტრაილერს ვასაქმებთ ქართველების 20 ტრაილერი ქართველების ყოველ თვეივლიან საქართველოსა და ჩინეთს შორის ხო ერთი 500 კაცს ხო ვასაქმებთ თლიანობაში თქვა სხვას თავი დაანებო ჯო ხელი არ შემიშალო ხელი შემიწყე რა დუბაიდან წამოვიყვანე არ შემომაყვანიე აქედან შემოვიყვან 7 თვე უნდა ველოდო ნომერს როდის მომცემ თუ კაი ხასიათზე ხარ მომცემ ნომერს თუ ცუდ ხასიათზე ხარ იცი რა არ შეესაბამება სტანდარტებს საქართველოს მოსახლეობას მინდა უთხრა ცოტა აქეთ გამოიწინი არ მინდა მზე არის და არ დაიწყო სახე როგორ იწყე ამჯო სეგმენტი რუჯიანი ხო მე ბებია ჩხუბს დაუწყებს კაცო მე შენ დასასვენებლად გაგიშვიო და უყურე როგორ არის შალვა ნინი როგორ არის გაიხსნა ფირმა ყველაზე დიდი პრობლემა არის ჩინეთში რა ქართველები რომლებიც ჩინეთში მუშაობენ საკონსულოში იქა ესენი არიან პრობლემა ვითომ ვიღაცებს ულაგებენ და ჩემნაირ შენნაირ რეალურ ბიზნესმენებს ხელს უშლიან იმიტომ რომ დაუშვათ კონსული ზის სადღაც აგერ თბილისიდან მოსული გონზე არ არის და იქ ვიღაცასთან მივიდა და მოუყვანს ახლა მეხთადის ნაირ კაც აჩვენებს რომ აუ ეს დიდ ბიზნესს გააკეთებს არის ის ამან ეს ბიზნესი ხელის შემშლელი ბიზნესის არის ის ადამიანები რომლებიც ზიან დუბაიშიც იმიტომ რომ არაფერს არ აკეთებენ საკონსულოები რომ ბიზნეს ხელი შეუწყონ უწყობენ მარტო 3 კაცს თუ 20 თუ 5 პარლამენტარების ვიღაცებს ბიზნესებს ჩინეთშიც იგივეა ხო ახლა გაგიჟდები კაცი აქ ჩამოვდივარ და ერთი ქალის სურათს მაჩვენებენ და ეუბნებიან რომ და ამ ქალს მოუტანია ჩემი ცენტრის სურათები ესო ჩემი ცენტრიაო და ამისო დილერობა მინდა საქართველოსშია და სახელმწიფოში მუშაობს ეს ქალი დიდ თანამდებობაზე კი ბატონო და გონზე არ არის ვიღაცა მეტყობა უთხრა რომ ეს მომიპოვე რადგან იქ საქართველოში დიდ თანამდებობაზე მუშაობს აქ საკონსულო მილიონია საქართველოს და ვიღაცები შეაწუხა და მე მინდა უთხრა სახელმწიფოს გააფრთხილეთ თქვენი თანამშრომლები რომ ბიზნესში ნუ ჩაერევიან თორე ბიზნესმენებს ხელს უშლიან მესმის რომ პარლამენტში 80% ბიზნესმენებია მაგრამ ჩვენ ვართ ბიზნესმენები რეალური და შენი საქმე აკეთე კაცო ხო არ გიშლი ხელს ხო შენ იმიტომ იშლი ხელს რომ არიცი და რადგან იმ სკამზე ზიხარ და იმ სკამზე უგულავად იჯდა მაგრამ კი ხედავ ახლა როგორ სად არის ხო გაფარჩაკებულია უგულავა ხო და ეს რო სხვასაც არ მოუვიდეს მაგალითების მეტი რა გვაქვს ხო ერთი პრემიერი მეორე პრემიერი მესამე პრემიერი ერთი პრეზიდენტი 10 პრეზიდენტი ხო ბიზნესი როგორ გინდა აკეთო ხო ესენი აკეთებდნენ ყველგან ბიზნესებს და რეალურ ბიზნესმენებს ხელს უშლიან მე მინდა უთხრა მე ძალიან მომწონს კობახიძე ჩვენი პრემიერი ირაკლი ხო ირაკლი კობახიძე ძალიან მომწონს კარგი კაცია კარგი ოჯახიშვილია და არ არის კორუმპირებული დარწმუნებული ვარ არ არის კორუმპირებული ძალიან დიდ პატივცემ ახალ სუსისუფროს მამუკამ დინარაძეს იმიტომ რომ ახალგაზრდა კაცია და უნდა რომ ქვეყანა წინ წაიწიოს აგერ შინაგან საქმეთა მინისტრს რესპუბლიკის პროკურორს ახლა უყურეს 4 ადამიანზე სულ უყურებ ამათ ხო აი ხო ხედავ რამდენი ნარკომანები დაიჭირეს ესე უნდა მიაწვეთ 4-ვეს გყავთ ვლასტი ხო მიაწექით დედაუტირეთ ნარკოტიკი არ უნდა შემოვიდეს საქართველოში ახალგაზრდებს ბიზნესი უნდა ვასწავლოთ და 4-ვეს დიდ მადლობას გიხდით ეკონომიკაში გჭირდებათ ძლიერი ადამიანი რომელიც ჩემნაირ შეხვდება იმას კი არა პარლამენტარების დანიშნულ დირექტორებს ჩვენნაირ ადამიანებს რო შეხვდება რა ვთქვი არასწორი არაფერი ყველაფერი რეალურია გეთანხმებით ყველაფერში ესეა ხო და რატო უნდა წავიდეს ახლა ესეთი ლამაზი გოგო შეხედე რა ლამაზი გოგოა ჭკვიანი გოგო ან შენნაირი კაცი სხვაგან სამუშაოდ უცხოეთში რატო ვიყოთ საქართველოში ერთმანეთს მოვეფეროთ და პირველი პირი ვყავს
ახალგაზრდა ბიჭი, ხო? დაუდგეთ გვერდზე და საქმე გავაკეთებიოთ, მაგრამ სენაკიდან რო ჩამოვედი თბილისში პატარა ბიჭი ვიყავი. და იყო მიტინგები. ახლა 60 წელს გადავცილდი კიდე მიტინგებია რა. არ დამთავრდა ერთმანეთის შური რა. და საქართველოში ჭკვიანი ადამიანები არჩევიან და ახლა ქვეყანას ვინ უნდა მიხედოს. მე წავედი, შენ წავედი, ის წავიდა და მე მეხტადი მოვა აგერ ირანიდან და გეტყვის ესე ჩემი ბაბუა ჩემის მიწა იყო ადრეო და ახლა ეჭყობი ამას. ავარი საჭყობარია. თელ საქართველოს მოუწოდებთ რომ ჩვენ გამოვაცხადებთ ტელეფონის ნომერს, ჩვენ BYD-ის ქარხნის ოფიციალური წარმომადგენლები. ქარხნის ოფიციალური წარმომადგენლები ვართ, ნებისმიერი BYD-ში შედის სხვადასხვა 20-მდე სხვადასხვა მარკის ავტომობილები, რომ ახლა BYD ბევრნაირია. ჩანგანი, აუცილებლად. Mercedes-ი, ბატონო, ბაიკი. და ძალიან ბევრი რამ. ჩათვალე რომ 40-60 დასახელების მანქანის წარმომადგენლები ვართ ქარხნიდან. მოდი, ავტოსფერო ჩვენ მოგვანდეთ. და ვინც გარშოკს ყიდი და გარშოკი გაყიდოს, კაცო და იმით შეშოვოს ფული. მანქანას გაყიდოს, მაგრამ არ აგინოს, რაც არის, ჯერ შეისწავლეს და ხალხს მიეცის სწორი ინფორმაცია. გისურვებთ წარმატებას. კმაყოფილი ხარ ჩინეთი. ძალიან კმაყოფილი ვარ, დიდი მადლობა აქაურ წარმომადგენლობას, ხელისუფლებას და ასევე ვეთანხმები რომ მადლობა ჩვენ ხელისუფლებას რომ გაჭრა გზა, სავაჭრო ურთიერთობა, უვიზო რეჟიმი და იმედია რასაც თქვენ ბრძანებთ ბიზნესსაც დაეხმარებიან და დარწმუნებული ვარ რომ ესე იქნება. სადაც საზღვარზე გადავედით, აეროპორტში გინდა, ქუჩაში გინდა, სადაც ამას ნახავენ, აი, ამას სადაც ნახავენ. მობრუნდებია, აი, ამას სადაც ნახავენ. ესეთ ლამაზ გოგოს სადაც ნახავენ, ესეთ ლამაზ ბიჭს სადაც ნახავენ. ყველგან გვეუბნებიან ქართველებო, თქვენ გაგიმარჯვოთ ღმერთმაო. ჩვენი ქვეყნის გარდა ყველგან უყვარვართ. რატო ხდება ეს ვერ ხვდები, ხო? როგორ შეიძლება სისხლი და ხორცით ქართველი იყო? ქართული ყველაფერი გინდოდეს და ხელის შემშლელი იყოს ყველგან ყველა სფეროში, ხო? ისევ ქართველი. და ასეთ გოგოს ეუბნები ახლა ესეთ გოგოს ეუბნები ეს ანახე მეხტადი, ასეთ შავკაცზე გათხოვდი. ეს არ არის ახალგაზრდების დამცირება. ეს არ არის საქართველოს თავის მოჭრა. რას ვეუბნებით წინაპრებს? ჩვენ მარტო ავტოსფეროზე არ ვლაპარაკობ, ჩვენ სინდისზე, ნამოზე, ღირსებაზე, ქართველობაზე, ტრადიციაზე, კაცო, ტრადიციული ქვეყანა ვართ. ჩვენნაირი ტრადიცია სადაა ჩინელს? არა, გამორიცხული. და კულტურა. კულტურა სადაა, კაცო, სად? კულტურა ჩვენ რო გვაქვს, ისეთი კულტურა არ არსებობს დედამიწის ზურგზე. საქართველოს მოსახლეობას უნდა უთხრა, რომ დაგვიდექით გვერდზე, ჩვენც აქავართ ავტოსფერო, ვისაც აინტერესებს, დღეს ყავს მილიონზე მეტი ავტომობილი და განახებთ ყველას. დიდი მადლობა. რა სიტყვი ნინი? ვერაფერს დავამატებდი, ისე ამომწურავად ისაუბრეთ ბატონო გეო. მოგწონს ჩინეთი? ნუ მომწონს, მაგრამ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს კულტურას, ჩვენს ტრადიციებს. ხმას აუწიეთ, რომ მეხტადის არ ესმის. ჩვენს ხალხს ვერ შეეძლება ვერაფერი. თუმცა ბიზნესის კეთების საშუალება ნამდვილად არის ჩინეთში, რასაც ვერ ვიტყოდი საქართველოზე. შენ მესამე კურსის სტუდენტი ხარ, საერთაშორისოზე სწავლობ. ასეთი არასდროს არ გააკეთო, სადაც არ უნდა იმუშაო. ეს არის პაზორი. ვიღაცა ადგება იქა, ვიღაცის ნათესავია და აგერ დაუნიშნიათ იმაში ჩინეთში ეგერ და სადაც მივდივართ, ყველგან ხელი გვეშლება, ყველგან გვაჩვენებენ ეს ვინ არის, ეს არის სახელმწიფოს არასწორი მიდგომა. უნდა აუგზავნოს სახელმწიფომ კონსულს და სხვებს თაღლითობა რა, თაღლითობაა ეგი. და საელჩოებს აქ სავაჭრო პალატა, ხო? სავაჭრო პალატები მიხედავენ ამას. გისურვებთ წარმატებებს და ყველა ქართულს ავტომობილები დავაკმაყოფილებ და შევიყვანთ ყველანაირ ავტომობილს.